FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ ირანი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა მასპინძლობენ. ირანის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ეჭვის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე 28 თებერვალს მიიტანეს ფართომასშტაბიანი იერიში. ირანის ნაკრების ჯგუფური ეტაპის მატჩებს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები მასპინძლობს. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე ომიდან გამომდინარე, ირანის ფეხბურთის ფედერაციამ FIFA-ს თხოვნით მიმართა ირანის ნაკრების მატჩები ამერიკის შეერთებული შტატებიდან მექსიკაში გადაეტანა. თუმცა ორგანიზაციამ ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა. ირანის ნაკრები აუცილებლად ჩამოვა, დიახ. იმედი გვაქვს, რომ იმ დროისთვის, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ვითარება იქნება. როგორც თქვი, ეს ნამდვილად დაგვეხმარება. მაგრამ ირანი უნდა ჩამოვიდეს. ისინი წარმოადგენენ საკუთარ ხალხს. მათ კვალიფიკაცია გაიარეს, ფეხბურთელებს სურთ თამაში. 2 კვირის წინ მე მათ ანტალიაში შევხვდი, სადაც საწვრთნელო შეკრება ჰქონდათ. საკმაოდ ძლიერი გუნდი წყავთ. მათ მსოფლიოზე თამაში ძალიან უნდათ. სპორტი პოლიტიკისგან განცალკევებული უნდა იყოს. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს მექსიკაში 11 ივნისს აიღებს, სადაც მასპინძელი ქვეყანა სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. ირანის ეროვნული ნაკრების პირველი შეხვედრა კი 16 ივნისს ახალი ზელანდიის წინააღმდეგაა ჩანიშნული. ჯგუფის ყველა მატჩი, რომელშიც ირანთან ერთად ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდია არიან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება.